ემუქრება თუ არა საფრთხე საქართველოს ენერგოუსაფრთხოებას. ევროკავშირის სანქციების 21 პაკეტში ინტერრაოს შეყვანამ კითხვები გააჩინა. რუსულ ენერგოგიგანტთან დაკავშირებული კომპანიები საქართველოში რამდენიმე ენერგოობიექტს ფლობენ. მათ შორის არის ელექტროსადგურები ხრამჰესი 1 და ხრამჰესი 2, რომლებიც რუსული კომპანიის მართვაში ყოფილი ხელისუფლების მმართველობის პერიოდში გადავიდა. თუმცა დღეს ნაციონალური მოძრაობა სრულ პასუხისმგებლობას ქართულ ოცნებას აკისრებს. მმართველი გუნდი კი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ იმ პრაქტიკაზე ამახვილებს ყურადღებას, რასაც მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პირობებში ჰქონდა ადგილი. სანქციები, რომელიც ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დააწესა ფინანსური ტრანზაქციების შეზღუდვას გულისხმობს. ამ ვითარებაში როგორ განაგრძობენ ქართული ბანკების სანქცირებულ კომპანიების მომსახურებას. დღეს განმარტებები ეროვნულ ბანკშიც გაკეთდა. შეზღუდვების მიუხედავად პასუხისმგებელ უწყებებში ამბობენ, რომ ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება დაცულია. შალვა სუმბაძე გიამბობთ. თელასი 75.108%, ხრამჰესი 1 100%, ხრამჰესი 2 100%. ეს ის ენერგეტიკული აქტივებია, რომელსაც ინტერრაოსთან დაკავშირებული კომპანიები საქართველოში ფლობენ. ჯერ კიდევ 2003 წლის აგვისტოში სპეციალისტების წინააღმდეგობის მიუხედავად თელასთან დაკავშირებით, რომელსაც მაშინ ამერიკული კომპანია ფლობდა ინტერრაოსთან, ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა, რის შედეგადაც თელასი რუსული კომპანიის საკუთრებაში გადავიდა. ამავე წელს მართვაში გადაეცა რუსულ კომპანიას ხრამჰესი 1 და ხრამჰესი 2. თუმცა უკვე 2011 წელს ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს მაშინდელი ეკონომიკური გუნდის გადაწყვეტილებით სტრატეგიული ობიექტები საბოლოოდ გასხვის და ინტერრაოზე. ეკონომისტების შეფასებით მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში ამ ხელშეკრულებებს საქართველოს ენერგომომარაგება არ შეუფერხებია, მსგავსი სახის სტრატეგიული ობიექტების გასხვისება გამართლებული არ იყო. ელექტროენერგიის მიწოდება ცალსახად შედის სტრატეგიული ობიექტების ჩამონათვალში. შესაბამისად, აქ სახელმწიფოს როლი მეტი უნდა იყოს, ვიდრე უბრალოდ მარეგულირებელი და ზედამხედველი, რადგანაც ძალიან სენსიტიური საკითხია და ეს ესე ვთქვათ, აისახება ნებისმიერ ქართველზე პირდაპირი მნიშვნელობით. შესაბამისად, მას გარკვეული ბერკეტები სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს, თუნდაც იგივე სტრუქტურაში ერკვეოდეს შიგნით რა ხდება კომპანიის მენეჯმენტში, რა გეგმები აქვს კომპანიას და ასე შემდეგ, როდესაც დამოუკიდებელი კომპანია ეს ინფორმაცია შეიძლება არ იყოს მარტივად ხელმისაწვდომი, თუნდაც სახელმწიფოსთვის, ხოლო როდესაც სახელმწიფო წილით არის შესული, მას ეს ყველა ინფორმაცია წინსვერებად ხელში უკავია, შესაბამისად მარეგულირებლის მხრიდანაც ისეთ პოზიციებს იღებს, რომელიც ადეკვატურია სახელმწიფოს ინტერესების. საკითხი განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც გაირკვა, რომ ევროკავშირის სანქციების 21 პაკეტით ინტერრაოს წინააღმდეგ ფინანსური სანქციები ამოქმედდა. შესაბამისად გაჩნდა კითხვები რაბედიელის კომპანიებს, რომლებსაც ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში უმნიშვნელოვანესი წვლილი აქვთ. ნაციონალურ მოძრაობაში ამტკიცებენ, რომ საკითხზე პასუხისმგებლობა მმართველ გუნდს ეკისრება, ხოლო რატომ გასხვის და რუსულ კომპანიაზე სტრატეგიული ობიექტების ნაწილი სწორედ მათი ხელისუფლების დროს პასუხს თავს არიდებენ. თავის მხრივ უმრავლესობაში ამბობენ, რომ პრობლემა, რომელიც შეიქმნა, ყოფილი ხელისუფლების მიერ დატოვებული ნაღმების მხოლოდ ნაწილია. თუმცა პირობასდებენ, რომ საკითხი დარეგულირდება და ქვეყნის მოსახლეობის ელექტროენერგიით მომარაგებას საფრთხე არ შეექმნება. კონკრეტული კომპანია რო ოპერირებდა საქართველოში, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს აისახებოდა ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ მდგომარეობაზე და პოლიტიკურ გავლენაზე, რომელიც რუსეთს შეიძლება ქონოდა. ეხა არის ეს გავლენა მასშტაბური საგანგაშო, ეხა მოხდა სანქციების სიაში ყურევის მათ შორის პორტი რუსეთთან დაკავშირებით. ნაციონალურ მოძრაობამ 2008 წლის ომის შემდგომ ხასვოსვა, ომის შემდგომ ენერგოსტრატეგიული ობიექტები გადასცა რუსეთის ფედერაციას და სააკაშვილმა საჯაროდ გამოაცხადა და მოიწვია რუსი ბიზნესმენები, რომ ინვესტიცია განეხორციელებინათ საქართველოში. მისი მხარდამჭერები ნაცმოძრაობის აქტიურად ლობირებდნენ რუსეთის ფედერაციის ბიზნესმენების ჩამოსვლას. ეხვეწებოდნენ, რომ ჩამოსულიყვნენ რუსეთიდან და ინვესტიციები ჩაედოთ ქვეყანაში. ომის შემდგომ ხასვოსვა. ტურისტებზე აღარაფერს საუბრო. და ეს ხალხი ახლა დღეს ვის ესაუბრება საერთოდ, რომ რუსეთთან მიმართებაში არა მარტო ენერგო პრობლემები, არამედ სხვა პრობლემებიც ზოგადად შეიძლება რომ არსებობდეს. კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ ხრამჰესი 1 გაკიდა, ხრამჰესი 2 გაკიდა. გაკიდა სხვა სტრატეგიული ობიექტები. უნდა საქართველოს რკინიგზის გაკიდვა. საუბრობდა მათი ეკონომიკის მინისტრი, რომ ყველაფრის გაკიდვა შეიძლებაო სახელმწიფოში, გარდა სინდისისა და სინდისის გაკიდვა. ეს არის ის პატარა ბომბები და ის მავნებლური და დანაშაულებრივი საქმეები, რომელიც
ნაციონალური მოძრაობის დროს იყო ჩადებული. თუმცა მეორე მხრივ მინდა საზოგადოება დავამშვიდო, რომ სახელმწიფო მიიღებს ყველანაირ ზომებს, რომ აღნიშნულმა სანქციებმა იქნება თუ ნებისმიერმა სხვა რისკებმა ოდნავადაც არ ასე ვთქვათ დააყენოს ჩვენი საზოგადოების ინტერესი თუ უსაფრთხოება გარკვეული გამოწვევების წინაშე, ამიტომ ჩვენ მქონია სხვა ასეთი შემთხვევებიც და ალბათ იმედი მაქვს, რომ ამ გამოწვევასაც უპასუხებთ. ევროკავშირის სანქციები უპირველესად ფინანსური აქტივობების შეზღუდვას გულისხმობს. კითხვას როგორ გააგრძელებენ ოპერირებას ქართული ბანკები სანქცირებულ კომპანიებთან მიმართებით ეროვნული ბანკის სპეციალური განცხადებით ეხმაურება, სადაც ვკითხულობთ, რომ ინტერრაო წარმოადგენს თელასის არაპირდაპირ მფლობელს. თელასი არ არის შეყვანილი სანქცირებულთა სიაში, შესაბამისად, ბანკები მის მომსახურებას გააგრძელებენ. საერთაშორისო სანქციების მოთხოვნების გათვალისწინებით საქართველოს ეროვნული ბანკი მისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს შესაბამისი მიდგომების გამოყენებას, რათა ერთი მხრივ დაცული იყოს სანქციების მოთხოვნები, ხოლო მეორე მხრივ გათვალისწინებული იქნეს კრიტიკული მნიშვნელობის მქონე მომსახურებების უწყვეტობა. ამასთან სანქციებთან დაკავშირებული საკითხების შეფასებისას მხედველობაში მიიღება კონკრეტული გარემოებები, მათ შორის განსახორციელებელი ოპერაციების ხასიათი და მიზანი. შესაბამისად, ბანკები გააგრძელებენ SS თელასის მომსახურებას ეროვნულ ვალუტაში, მოქმედი სანქციების მოთხოვნების, სების რეგულაციების, საკუთარი პოლიტიკისა და ასევე რისკების შეფასების მიდგომების შესაბამისად. ეროვნული ბანკის განცხადებიდან გამომდინარე ინტერრაოს დასანქცირება საქართველოს ეკონომიკასა და 9 მილიონზე მეტ აბონენტს, რომელსაც თელასთან ერთად თელმიკო ემსახურება, პრობლემას არ შეუქმნის. კომპანიების საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ.